ახლა მთავარი კითხვა გავა თუ არა საგამოძიებო უწყება სწორედ ოთარ ფარცხალაძემდე და მის მარჯვენა ხელამდე მიხეილ ჩოხელამდე გამომდინარე იქიდან რომ ეს ორი ადამიანი სახელდებოდა სწორედ ამ გახმაურებული სასტიკი მკვლელობის მთავარ მფარველად. დღეს პროკურატურაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე არაფერი უთქვამ საქმის ზედამხედველ პროკურორს რა უშლიდა ხელს 11 წლის განმავლობაში გამოძიებას რომ პასუხისგებაში მიეცა ის ორი პირი რომელზეც დღეს ისაუბრეს პროკურატურაში საუბარია თორნიკე კაჭარავაძე და დავით დეკანოსიძეზე რომლებიც დასახელდნენ გიორგი კვარაცხელიას მკვლელებად ერთ-ერთ მათგანზე გამოცხადდა ძებნა დავით დეკანოსიძეზე ხოლო თორნიკე კაჭარავას პენიტენციურ დაწესებულებაში გააცნობენ ბრალის ოფიციალურ დადგენილებას მას გამოძიება ედავება სწორედ 21 წლის ბიჭის სასტიკ მკვლელობას მასთან ერთად დავით დეკანოსიძესაც რომელმაც მოახერხა და დატოვა ქვეყანა ვიდრე 11 წლის განმავლობაში გამოძიება ვერცემდა კითხვებს პასუხებს მთავარ შეკითხვებს ჩვენ ვესაუბრეთ სასტიკად მოკლული 21 წლის ბიჭის დედას ქალს რომელიც გახდა სასტიკის შურისძიების თვითმხრიველი როგორც ჩაუცხრილეს 21 წლის ბიჭი სახლის კართან საცხოვრებელ კორპუსთან დედა ვერ საუბრობს საქმის დეტალებზე თუმცა მისი მთავარი მოთხოვნა რჩება ძალაში რომ ბოლომდე იქნას გამოძიებული ეს მკვლელობა და პასუხი გაეცეს ყველა შეკითხვას პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი რომელიც 11 წლის განმავლობაში ხელს უშლიდა გამოძიებას მფარველობდა მკვლელებს კონკრეტულად სახელებზე და გვარებზე დედა ვერ საუბრობს გამომდინარე იქიდან რომ ჯერ კიდევ გრძელდება ამ საქმეზე გამოძიება და გამოძიებას რომ ხელი არ შეეშალოს სწორედ ამიტომ იკავებს თავს ის თუმცა მან ოჯახის ადვოკატმა ერთხელ უკვე ისაუბრეს ორი კვირის წინ ამ საქმის დეტალებზე და დაასახელეს კონკრეტულად ოთარ ფარცხალაძე მიხეილ ჩოხელი რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობდნენ რომ დაეფარათ ეს დანაშაული ხელი დაეფარათ მკვლელებისთვის და ერთ-ერთი მათგანი ქვეყნიდანაც კი გააპარეს სწორედ ამაზე ისაუბრა ადვოკატმა რამდენიმე კვირის წინ და უკვე ორი კვირის თავზე პროკურატურამ საქმე გახსნილად გამოაცხადა 126,300-დან ამოღება ერთბაშად ეს არ არის მარტივი განაცხადი ხო ეს არის რაღაც არ ვიცი 15%-მდე შემცირება საქართველოს სოციალურად დაუცველად ან უნდა თქვას რომ აი ეს იყო საქართველოს გადასახადების გადამხდელების ხარჯზე მასშტაბური აფიორა რომლის სათავეში დგა ქართული ოცნება და პასუხი უნდა აგოს ამაზე რომ 100,000-ზე მეტი ადამიანი მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის 10 წლის შემდეგ სამართავმა ჩვენამდეც მოაღწია ყველა ის ადამიანი აბსოლუტურად ყველა ვისაც იოტის ოდნავ საქმეს ჩაფერწყვლაში მაქსიმალურად იქნება დაჟღერებული ამ მეჭვის საფუძველს ხო ამეტად იყო დასახელებული დიახ გვარები ჩოხელის ფარცხალაძე იყო დასახელებული საერთოდ არ იცნობდა ჩემი შვილი არც კაჭარავას და არც დეკანოსიძეს საერთოდ არ იცნობდა არ იცნობდა მის გამოშურისძიება ეს არის იყო ნათქვამი ბრიფინგზე ყველაფერი აი უშუალოდ ეს არის მკვლელობის ადგილი მე დავინახე ყველაფერი ამოცნობაც ბუნებრივია აბსოლუტურად 100%-ით. და მაშინ ეუბნებოდით გამოძიებას რომ ეს ადამიანები იყვნენ და უბრალოდ არაკავებდნენ თუ აი ეს მაინტერესებს აქამდე რატომ გაიწერა ყველაფერი გავაკეთეთ უბრალოდ აღნიშნულ მკვლელობას ყავდა მფარველები და მაგიტო დასჭირდა ამდენი დრო. ბევრი მომხილებელი მტკიცებულება იყო რაც ამხელდა გარკვეულ პირებს დანაშაულის ჩადენაში თუმცა გარკვეულ პირთა დახმარების და ზეგავლენების შედეგად მოკლედ აღნიშნული დანაშაული იყო გაუხსნელი და იყო თაროზე შემოდებული არაერთი მტკიცებულება იქნა განადგურებული დავით დეკანოიძე არის მიმალვაში არ ვიცი ოღონდ სანამ განახლდებოდა გამოძიება მანამდე დატოვა მან ტერიტორია თუ მას შემდეგ და ასე იყო თავის დროზეც კაჭარავაც მიმალვაში და როცა უკვე დაალაგდა საქმე, შემდგომ ჩამოვიდა და გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში. იგი ვერ გაბედავდა ჩამოსვლას, რომ არ ქონოდა იმის წინაპირობა იმ პირების მხრიდან, ვინც ეს საქმე დაულაგა, რომ მისთვის არ იქნებოდა წარდგენილი ბრალი და იგი შესაბამისად გააგრძელებდა თავისუფლად ცხოვრებას და გადაადგილებას საქართველოში. დღეის მდგომარეობით ეს მოცემულობა უკვე აღმოფხრილი არის. თორნიკე კაჭარავა არის პენიტენციურ დაწესებულებაში.
21 წლის გიორგი კვარაცხელია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 2015 წელს ჩასხრილეს. სასტიკი მკვლელობის უშუალო თვითმხილველი ოქროს მოწმე იყო დედა, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა ის ორი პირი, რომელმაც გასროლა მოახდინა გიორგი კვარაცხელიას მისამართით დედაწლების განმავლობაში ამტკიცებდა, ასახელებდა სახელებს და გვარებს, თუმცა გამოძიება დუმდა. დღესაც პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა, რა უშლიდა ხელს 11 წლის განმავლობაში გამოძიებას, როდესაც გამოძიებას ხელთ ჰქონდა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, მათ შორის ანაბეჭდები, ყველა საჭირო ის მტკიცებულება, რომ პასუხისგებაში მიეცა ორი პირი, თუმცა ამ დრომდე, ვიდრე ოჯახმა ხელმეორე გამოძიების მოთხოვნით არ მიმართა პროკურატურას, საქმე არ დახურა საგამოძიებო უწყებამ. დღეს პროკურატურაში დაანონსეს, რომ ამ საქმეზე კვლავ გრძელდება გამოძიება და ახლა მთავარი კითხვა მივა თუ არა გამოძიება ოთარ ფარცხალაძემდე, მიხეილ ჩოხელამდე, რომელსაც ასახელებენ მოკლული ბიჭის ოჯახის წევრები ამ დანაშაულის მფარველებად წლების განმავლობაში.